დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ჩვენთვის იმ დიდ გაუგებრობაზე, რაც ფორუმში მოხდა, იმიტომ რომ ზუსტად როცა კახაშა ფორუმმა თავისი განცხადება ბლოკის დაშლის თაობაზე გაავრცელა, წინა დღით კახაშარტავა დარწმუნებით ამბობდა, რომ ბლოკს არ ემუქრებოდა არანაირი დაშლა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზიები ჰქონდა რომელიმე ერთ სუბიექტთან, ეგ ნიშნავდა მისივე თქმით, რომ არსებობდა პრეტენზიები ყველასთან. რა მოხდა ერთ ღამეში? უნდა გითხრათ, რომ არაფერი განსაკუთრებული. მე რამდენადაც ვიცი, კახამ თქვა, რომ ბლოკში ურთიერთობა ნორმალური იყო, არის და იქნება. ეს ურთიერთობა ასეთი იყო, არის და იქნება მართლაც. უნდა გითხრათ, რომ განცხადების შინაარსი ეს იშვიათად ხდება. სრულად, აი ზედმიწევნით სრულად ასახავს რეალობას, რეალურ ვითარებას. ძალიან იშვიათია ხოლმე ესეთი რამე. იქ არაფერი არ იგულისხმება, ამის მიღმა არაფერი არ ადგას, რაც წერია, ზუსტად ისეა. ბლოკი მე ახლა როგორი რამ არის, არა? თავისთავად ბლოკში ყოველ პარტიას უწევს ანგარიშის გაწევა. ეს ნაკლებად ოპერატიულია, შესათანხმებელია ესა თუ ის საკითხი, ესა თუ ის პოზიცია. ვითარება შეიცვალა, ბლოკი შეიქმნა თავის დროზე. ჩვენ იცით სვანარი ურთიერთობა გვაქვს დიდი ხნის მანძილზე და ასეც გვექნება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ შეიქმნა ესეთ პერიოდში, როცა რვიანი ფუნქციონირებდა, როცა აქტუალური იყო საარჩევნო კოდექსზე მუშაობის საკითხი. ამ სამმა პარტიამ გადავწყვიტეთ, რომ ორი ამოცანა დაგვესახა მიზნად. მაგალითი ყოფილიყო კონსოლიდირების ეს ამბავი და მაქსიმალურად პირდაპირ რვიანში შემოვალი თუ მასთან დაკავშირებული მის გარეთ ყოფი პარტიებიც ჩაბმულიყვენ ამ ბრძოლაში საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად. ამას ჰქონდა ძალიან პრინციპული მნიშვნელობა კოდექსის შეცვლას. ჩვენ ვიყავით მომხრე და ეს იყო საერთო პოზიცია და ბლოკის შექმნა ამანაც განაპირობა სხვასთან ერთად, რომ გაფართოებული იყო რვიანი, არა მანდა მაინც წევრობის სახით, აი რვიანში გაფორმებულად წევრობა, არამედ აი ამ თემის გარშემო, პარლამენტს გარეთ სხვა პარტიებთან ერთად. სხვადასხვა შეხედულებები ვისაც ექნებოდა, ოღონდ ერთი მთავარი პირობით, ვინც მომხრე არის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს. ეს ისტორია თქვენ ჩემზე უკეთ იცით, შემდეგ რვიანი იქცა 6-იანად და 6-იანშიც აღარ აღმოჩნდა საკმარისი ძალისხმევა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც ისახავდა საერთოდ 6-იანი და საკუთრივ კიდევ ბლოკი. გარკვეული ინდივიდუალურ რეჟიმზე ასე თუ ისე უკვე გადასული იყვნენ პარტიები, ფორუმაც და ჩვენც მხარი დაუჭირეთ ჩაატარა აქცია, აი ქართველთა მარში მოგეხსენებათ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა აღნიშნულიყო ყველა შემთხვევაში ისეთ მოვლენას უკავშირდებოდა და ამას მოყვა ასპარეზზე გამოჩენა ბიძინა ივანიშვილის. რამაც კარდინალურად შეცვალა ვითარება. და ეს ვითარება გახლავთ დღეს ასეთი ორპოლუსიანი პოლიტიკური სამყარო გვაქვს სახეზე ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ ვითარებაში ხომ არის ხელისუფლება, არის ივანიშვილი, არის ივანიშვილთან მჭიდროდ პრაქტიკულად კოალიციაში მყოფი ორი პარტია, რამდენიმე თანამშრომლობის რეჟიმშია. ეს ყალიბდება ეს ყველაფერი, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთ ვითარებაში ბლოკს ჯობია ყველამ ინდივიდუალურად იმოქმედოს, გააკეთოს თავისი არჩევანი და აფიქსიროს თავისი პოზიცია. და ესეთ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ბლოკში ზოგიერთი თანახმა იყო ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაზე, თუ ბლოკში წინააღმდეგობა იყო, თუ როგორც ვრცელდება ინფორმაცია, თვითონ ბიძინა ივანიშვილი იყო წინააღმდეგი ეთანამშრომლა, მაგალითად დაასახელეს თქვენ გუბასანიკიძე გარკვეული პირები. ჩვენ შევხვდით ბლოკის სახით ბიძინა ივანიშვილს, არ ყოფილა არც მანამდე, არც შეხვედრის დროს და არც შეხვედრის შემდეგ ასეთი პირობები, ასეთი მოთხოვნები ვერ გეტყვით, ეს ახლა ვარაუდების დონეზეა და რაღაცა ინტრიგა ამას შემოაქვს, ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, ამას ჩაღრმავებას არ ვაპირებ. ვიმეორებ, ჩვენ მივიღეთ ჩვენი გადაწყვეტილება, არანაირი პირობა არ ყოფილა, არანაირი გათვლა იმაზე, რომ ვიღაც მომხრეა თუ წინააღმდეგია, ბლოკი ერთად შეხვდა, ეს იყო ბლოკის პოზიცია ივანიშვილს, როცა დაფიქსირდა ორივე მხრიდან თანამშრომლობის სურვილი. რა სახეს მიიღებს ეს თანამშრომლობა? უკვე აი ცალ-ცალკე წარმოდგენილ პარტიებთან. მე ვფიქრობ, ეხლა ამ დღეებში არა და ნაახალ წლებს გამოჩნდება.
ბატონო აკაკი გუგული მაგრაძემ რომელიც ასევე შედიოდა ამ ბლოგში განაცხადა რომ ჩვენ დავიშალეთ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ცალ-ცალკე უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება თუ რომელ სუბიექტთან ითანამშრომლებს და მაგალითად გუგული მაგრაძესთან თანამშრომლობა ავტომატურად არ გაითვალისწინებს აკაკი ასათიანთან თანამშრომლობას ანუ ბიძინა ივანიშვილი გახდა ფაქტორი ამ ბლოკის დაშლის? ვერ გეტყვით, არა, მე ჩემთვის არ გამختარა ეს ფაქტორი, ვიმეორებ, მაგრამ ის მართალი სწორად შეუნიშნავს ქალბატონ გუგულის, რომ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვისაც ბლოკში შემავალი პარტიებისთვისაც და თვითონ ივანიშვილისთვისაც უფრო გამარტივდება ასეთ შემთხვევაში. ბლოკია, ხომ? მასთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანსაც და თვითონ ბლოკსაც იძულება ადგას, რომ რაღაცნაირად აი მის კიდევ გაუწიოს რაღაცა სანგარეში კიდევ დამატებითი რაღაც ფაქტორები გაითვალისწინოს. ამიტომ ჩვენ თვითონაც და თუ ვინმე არის ასეთი და არა მარტო ივანიშვილი, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი პარტიები ვიადვილებთ მუშაობას, ვიადვილებთ თუნდაც აი გამომუშავებას პოზიციის. აი ბლოკია ხო რაღაცაზე თუნდაც ნიუანსი იყოს განსხვავებული, დეტალი იყოს განსხვავებული. მაინც იძულებული ხარ აი ბლოკთან შეთანხმებული პოზიცია აფიქსირო. არ არის ვთქვათ ფუძემდებელი პრინციპებზე ლაპარაკი, არ არის ვთქვათ სტრატეგიაზე, მაგრამ აი კონკრეტული ტაქტიკური ნაბიჯები, კონკრეტული ვთქვათ ტიპის განცხადება ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, კონკრეტული ურთიერთობა ამა თუ იმ ვთქვათ სხვა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც გინდა იყოს ეს. ამიტომ ჯობია ასე დროს იმოქმედო ინდივიდუალურ რეჟიმში, თვითონ პარტია მიიღოს გადაწყვეტილება, თვითონ პარტიაშიც ხომ რაღაცა სასწრაფო გადაწყვეტილებას ლიდერი იღებს ასე ამ მსოფლიოში. თუმცა მე მაინც უთანხმებს პოლიტიკურ საბჭოს. თუ არის თუნდაც 1-2 დღე დრო, თვითონ პარტიაშიც კი ეს უნდა შეთანხმდეს პოლიტიკურ საბჭოში. ხელმძღვანელ პოლიტიკურ ორგანოში. ახლა ეს ბლოკში კიდევ უნდა დადგეს, ამას კიდევ თავისი გაფორმება უნდა, როგორ წარმოდგება, როგორი ურთიერთობები იქნება. ძალიან პერსპექტიული დრო არის. მე ვთვლი, ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე პოლიტიკური პარტიებისთვის და თუნდაც ერთნაირი გადაწყვეტილება, ჯობია იყოს გადაწყვეტილება მიღებული დამოუკიდებლად. მე ვფიქრობ, დაახლოებით ერთნაირი იქნება ეს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში. მაგრამ ჯობია რომ დამოუკიდებელი იყოს ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში. ამის დრო დადგება ალბათ, მე ვფიქრობ ძველით ახალი წლის მერე, როგორც არის ჩვენს ქვეყანაში. ბატონო აკაკი, ბიძინა ივანიშვილს თქვენ ბატონი გუბაზე ბლოგში შემავალი სხვა ლიდერები შევხვდით ერთად. ამის შემდეგ ეს გაერთიანება იშლება მოულოდნელად. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ბლოგთან თანამშრომლობაზე განაცხადა უარი და ინიციატივა ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს? მე არ ვიცი ასეთი რამ. თუ კი აგიხსენეთ რატომ დავიშალეთ, ხო გავაუქმეთ ბლოკი. ისეთ რა ჩვენ ბლოკამდეც ქონდა ურთიერთობა და შეთანხმებული პოზიციები, თქვათ ფორუმს ტრადიციონალისტთა კავშირის გნებავთ იგივე ქალთა პარტიას ქალბატონი გუგულის მეთაურობით, ბლოკის დროსაც და ბლოკის მერეც გვექნება ერთგვარი რაღაცა კოორდინირებული მოქმედება, მაგრამ ვიმეორებ, თუ რაიმე ტიპის თანამშრომლობაზეა ლაპარაკი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ეს ჯობია გადაწყვეტილება ამის თაობაზე მიღებული იყოს დამოუკიდებლად ყოველი პარტიის მიერ. ასე ჯობია. ჩვენთვის ჯობია უპირველეს ყოვლისა. თუ ლაპარაკია სხვა პოლიტიკურ ძალებზე, მათაც უადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, თქვათ იქნება ეს ივანიშვილი, იქნება სხვა რა სახის თანამშრომლობა, რა ფორმით, სტრატეგიულად როგორ, თქვათ ტაქტიკურად როგორ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ხომ, არის გრძელვადიანი მოქმედება, ნუ ეს სტრატეგია დავუწოდოთ ამას. არის მოკლევადიანი ტაქტიკური საკითხები. ბატონო აკაკი, თუ კი ასეთი ადვილი იყო პოლიტიკური ცხოვრება დამოუკიდებელ პარტიულად, მაშინ საერთოდ რატო შექმნით ბლოკი? ადვილი როგორ იყო? მაშინ იყო ძალთა მოკრების, ნებისმიერი ძალების მოკრების სამოცარი. ერთადერთი პრინციპით, ვინც მომხრეა არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის, მათი ძალისხმევა უნდა გაერთიანებული იყო. 6-იანში, არამსწორვიაში 6-იანშიც კი ამას აი ისეთი მხარდაჭერა არ მოყოლია, როგორც ჩვენ გვინდოდა და როგორც ჩვენ ვსვამდით საკითხს. და მოგეხსენება ჩემ მეგობ 6-იანის ბედი. და ამას იმ წუთშივე მოყვა ივანიშვილის გამოჩენა სცენას. სხვა ვითარება, ხომ? უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, იცვლებოდა ვითარება და მე ვიცვლებოდი მის შესაბამისად. უინსტონ ჩერჩილი ყველა პოლიტიკოსი იცვლება ვითარების მიხედვით. სხვანაირი პოლიტიკოსი არ არის, ის არის მუხა ტრიალ მინდორში, რომელიც ხმება თანდათანობით. ბატონო, მაინც მინდა დააფიქსიროთ პოზიცია თქვენი
იგივე ფორუმის კახა შარტავას გუბასანიკიძის ქალბატონი გოგული მაღრაძის როგორი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია იყო ყველას ჰქონდათ სურვილი თანამშრომლობის ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის რაგეთ ჩვენ ყველანი მივესალმეთ მის გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე მე ამ აზრზე ვარ ახლაც ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითი ფაქტორია რამდენჯერ გვითქვამს სხვა პოლიტიკოსებსაც და თქვენც იცით ეს ამბავი რამდენიმე გარემოება პირველი რომ დარღვეული ბალანსი სრული უპირატესობა ხელისუფლების ადმინისტრაციული ფინანსური მედიის საშუალებების სახით თქვა კიდევ ბევრი სხვა რაც ხელისუფლებას ობიექტურადაც აქვს და ჩვენთან სუბიექტურად შექმნა ხელისუფლება მეს უპირატესობა მეტნაკლებად მე ვერ ვიტყვი რომ აი მედიაში გასწორდა ესა მაგრამ რაღაც აი სახალხო მხარდაჭერის დიაპაზონით გაიზარდა მკვეთრად ხო რაღაც რესურსების თვალსაზრისით გაიზარდა ეს აკნება თუმცა ადმინისტრაციული რა მოგახსენოთ მაგრამ ფინანსური რესურსები მოგეხსენებათ ამიტომ ჩვენ მივესალმეთ ამას ეხლაც მივესალმები მეორე გარემოება არის რის გამოც კიდევ უფრო თვლით რომ ძალიან დადებითია ძალიან თანმიმდევრული პოზიცია აქვს ივანიშვილს იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს და ამ პროცესს არ უნდა ახლდეს რაიმე სახის აი ფიზიკური დაპირისპირება და ესეთი ტიპის ექსცესები თუნდაც მასობრივი აი რაღაც გამოსვლების სახით თქვენ გესმით ყველას მარტივად რომ ვთქვათ მისი გამოჩენისთანავე ისეთი ტალღა იყო თქვა საყოველთაო აჟიოტაჟის საყოველთაო მხარდაჭერისაც კი არ შემეშინდება ამის თქმის და ეს მხარდაჭერა დღესაც ძალიან სერიოზულია რომ ნებისმიერი აი თუ ასეთი სურვილი მას გაუჩნდებოდა ნებისმიერ საკითხზე მოწოდება თქვა გამოსვლის აი საყოველთაო რაღაც აქციის მოწყობის მე ვთვლი ასობით 1000 ადამიანს შეკრიბა მან შეგნებულად თქვა ამაზე უარი სრული ეს არის ახალი ტაქტიკა განსხვავებული რაც აქამდე ყოფილა იცი როცა ამას სუსტი აკეთებს ეს ტაქტიკა არ არის ეს იძულება როცა შენ ეს არ შეგიძლია გააკეთო მაგრამ როცა ნამდვილად შეგიძლიას გააკეთო და არ აკეთებ ეს ახლებური მიდგომაა და აი თანმიმდევრული კი ამას ახლავს ბევრი პრობლემა შეიძლება ვიღაცაში იმედგაცრუებაც იყოს ვისაც ეჩქარება რომ აი მოდის ასრაფოთ ახლავე არის საზოგადოებაში რადიკალურად განწყობილი ნაწილი არ ვიცი ეს უმრავლესობა არ უნდა იყოს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რომელსაც აი საჩქაროდ უნდა რაღაც შეიცვალოს ოღონდ ესენი არ იყვნენ თქვა და ჩვენთან ძირითადად ასე ხდებოდა ხოლმე ყველა ცვლილებები არის შანსი რომ პირველად ეს ყველაფერი მოექცეს აი ბოლომდე მაინც ამოიწუროს ყველა გზა და საშუალება მშვიდობიანად არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების შეცვლის ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი იმისა რომ ჩვენ მართლაც რაზეც ლაპარაკობენ მივუახლოვდეთ ევროპას მართლაც მოგვეცეს რეალური შესაძლებლობა დიდ ევროპულ ოჯახში გაერთიანების ვინაიდან იქ ერთი თუ დააკვირდებით არა მას საჯაროდ არავინ არ ამბობს ასეთი მოთხოვნის სახით არ აყენებს მაგრამ არის ერთი გადამწყვეტი პრინციპი ხო მიღებულია ქვეყნები საქართველოს არ უსწრებენ წინ არც ეკონომიკური განვითარებით მანდ-მაინც ნუ შეიძლება ოდნავ არც თქვა კორუფციასთან ბრძოლის დონე ჩვენთან ეს ამბავი ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ მოთოკილია და ელიტარული კორუფციის შემყურენი ვართ მხოლოდ და მხოლოდ მაგრამ ასე თუ ისე ქვეყანაში ხო ეს იგრძნობა არც სხვა რაღაც პარამეტრები თუნდაც შეერაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის თვალსაზრისით მაგრამ მიღებული არიან ევროკავშირშიც და ნატოშიც გულისხმობს სამხრეთ აღმოსავლეთის ქვეყნებს ეს არის ბულგარეთი ვთქვათ რუმინეთი რატომ ერთადერთი მიზეზით გადამწყვეტი მიზეზით ეს არის ხელისუფლების ცვლა იქ ოპოზიცია პრაქტიკულად როგორც წესი იგებს არჩევნებით იცვლება ხელისუფლება მოდის ოპოზიცია ხელისუფლებაში ეს მოხდა რამდენჯერმე ჩვენთან ერთხელაც არ მომხდარა უკრაინა ხო აი ტიმოშენკოს საქმე რომ არ გამოჩხერილიყო და შეიძლება განზრახაც ქნა უკრაინის ხელმძღვანელობამ რომ შეეჩერებინა პროცესი უკრაინა იყო ერთადერთი ქვეყანა ყოფილი საბჭოეთი და ბალტელებს არ გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში რომელთანაც იდებოდა ასოცირებული ურთიერთობის ხელშეკრულება პრაქტიკულად უკვე რამდენიმე თვის დადებული უნდა ყოფილიყო რატომ იმიტომ რომ იქაც ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება არჩევნებით გაიმარჯვა ოპოზიციამ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირში წევრობის თვალსაზრისით ამიტომ აქ არ არის ლაპარაკი ვინმეს გამარჯვებაზე ან ვინმეს დამარცხებაზე ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ივანიშვილმა გააჩინა ამის სერიოზული რეალური შანსი ხელისუფლება რომ ახლა ამას სიხარულით არ ხვდება ეს არის სულად ბუნებრივი ძალიან გასაკვირი იქნებოდა რომ ამ ხელისუფლებას ახლა სიხარულით აღექვა ეს და ესე ვარდით მოეფინა ოპოზიციის გამარჯვებისკენ მიმავალი გზა
აი ოპოზიცია რას გააკეთებს და როგორ იმოქმედებს, ეს უკვე ოპოზიციაზეა დამოკიდებული იქნება ეს ივანიშვილი, მის გარშემო ჭიდროდ გაერთიანებული თუ მოთანამშრომლე პარტიები, თუ სხვა პარტიები. ყველამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევა. ძალიან რთული, მაგრამ ვიმეორებ, ძალიან პერსპექტიული ვითარება. ძალიან ბევრის მიღწევა შეიძლება ამ არჩევნების მეშვეობით. შიგნითაც და ქვეყნის გარეთ. ბატონო გაკი, თქვენი საუბრეთ ურთიერთობებზე თქვენს და ბიძინას